ჩვენ ახლა ქალაქის ბულვარში ვართ. ვიყავით ზღვაზე, მივიღეთ რუჩი. და დღეს კარგად ანათებს სხვათა შორის, ღრუბლებს ნაკლებად ეფარება, აი ნახეთ, ძალიან თხელი ღრუბლები. პრინციპში ეს დამსვენებელსაც მოწონს, იმიტომ რომ დილიდან საღამომდე სანამ ზიანათებს ისინი მთელი დღის განმავლობაში სანაპიროზე წავდნენ და მუქდებიან, იღებენ აი ასეთ ფერს, მე ცოტა დავიწვე. ირაკლი მენაღარიშვილი და მისი ჯგუფი ხიდი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ქართულ აფრიკული მელოდიებით წარსდგებიან. განსაკუთრებული ინსტრუმენტები არის კამელენგოლი, კამელენგონი, ვასერად. ეს არის აფრიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს მაგაზე უკრავს ამუზია. ხოდა ჩვენს მაგაზე. ჩვენს მაგაზე. ქართული იცით? არა, ფრანგული მარტო. არა სწავლით? კი, იცის რა, გაიგებთ ახლა მე ვასწავლეთ ამ სამთეს. იმღერებს, ანუ? კი, იმღერებს კიდევაც, დაუფროს კიდევაც, რაოდენოვანი იქნება რა. საერთოდ ჯგუფი ხიდი არ არის რაღაც ჩარჩოებში მოყოლი, ეს არის ethno world music ქართული ელემენტებთან, ქართული ელემენტებით, არა მარტო ქართული ელემენტებით. ან უცხოური, აფრიკული, ასიური ელემენტები არის სხვადასხვა, მარო ყველა რა, ყველაფერს მოვიცო. ხოდა მაინც ერთი მიმართულება აქვს და ეს რომელიც ჯაზი. არა, ჯაზი არა, ჯაზიც არის. არა, ეგრე არ არის, მიმართულება არ არის. მიმართულება არ არის და იმას ყველაფერს უკრავს. აბსოლუტურად. ჯაზსაც, ფოლკსაც, ეთნო მუსიკასაც, რეგისაც, როკსაც. ყველა ჟანრს იღებს ფენეული მუსიკის. ალბომები, ჩანაწერები, ასე. ჩანაწერები არსებობს. ზედმეტად ალბათ ინტერნეტში. ინტერნეტში, YouTube-ზე ყველაზე მაგარი რამე არის, გამოგონილი დასაწყისად. იქ ჩანაწერები, ჩვენი სტუდიური ჩანაწერები ჯერ არ გვაქვს. რომ არ მივიჩნევთ. რომ ჯერ ჩანაწერები გავაკეთებ, მაინც კონცერტებს. თოთხოთ დასვენებს. შემოქმედება და ყველაზე მაგარია. როცა ამის თუნება აქვს თქვენს ხსნაერს. რა თქმა უნდა. ამიტომ მინდა თან ის მომენტი არა პოპულარიზაციას ვახდეთ თქვათ. ახალი მუსიკის, რომელიც ჟღერადობით ახალი არის ქართული მსმენელისთვის, საინტერესო როგორ მიიღეს ეს მაყურებელი. ხშირად ხოლმე სწორად გაან და ვერ რა მინდა უნდა თუ ვერ ხდებიან. ხოდა ეხლა უფრო მეტად მინდა რომ მივახვედროთ ამ საზოგადოებას რა მინდა. და ზოგადად უჩივიან გეგმებას ბოლო დროს. არა, ვერ ვიტყვით რომ პრინციპში ჯაზი არ არის ახლა ის მიმდინარეობა რომ ბევრი მსმენელი ყავდეს, მაგრამ მაგ ვიცი ამეთს არის რომ აქ არის იმაზე რომ უნდა მოусმინო ბერს და მე მოძებნო შე რა მოგწონს. თუ არ მოусმინე ვერ გაიგებ რა მოგწონს. ხო, ახლა რო ამბობს ადამიანი რომ არ უსმენ როკს, ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე რომ როკს უსმენს. და ხო, თუმცა როკი მოსწონს და აქ თავარი არ არის დამემძინარეობა მოგწონს. აქ თავარია მუსიკა მოგწონდეს და ის ჟღერადობა მოგწონდეს, ის მელოდია მოგწონდეს, რასაც თქვა სმენელი. შესრულებელი უკრავს რა. ხო და თუ მოგწონს უკვე ეხლა იქ ის არის და ეს არ მომწონს და სახელი არ მომწონს და ამასე პეტროჩიანი იყო კაცი რომელიც ინვალიდი იყო და კარლიკი იყო და კარლიკი იყო აი აბსოლუტურად ცოტა ესეთი შეხედვა მაგრამ ახლა პეტროჩიანი რა და აბსოლუტურად სხვა რაღაც ეგეთ რაღაცებს შევხედოთ ვიზუალურ ხარეს რო შევხედოთ ასე ვერაფერს ვერ გასაგებია ადამიანს ვერ გაიგებ ის არის და ეს არის მუსიკა. გუშინ სხვათა შორის გამიგვირდა ის რომ მაყურებელს შორის უმეტესობა იყო უცხოელი. ანუ ქართულსანაც არა, ალბათ ისე გაურკვევლობაშია, თუ არ მოწონს, თუ რა ხდება. არა, მოსწონს ალბათ, მაგრამ ალბათ გუშინ უფრო ბევრი უცხოელი იყო. ბულვარში ვიდრე თვითონ ადგილობრივი და არ წევარაკი. თბილისში რა მდგომარეობაა? ჩვენი მსმენელი ყავს, ხიც თავის მსმენელი ყავს, რომელიც
ვიყავთ არტგენზე, არტგენის ფესტივალზე. მოვა, რა თქმა უნდა. 21 ივლისს არის კონცერტი არტგენის ფესტივალზე. არტგენის ფესტივალმა დაახმარეს და აბოლდიარას თვითონ ჩვენს მაგას ჩამოყვანა, რა თქმა უნდა. ჩვენთან იქნება იმის ინიციატივა იყო არტგენის. ანუ ჩვენი მეგობარია, მაგრამ არტგენმა ჩამოიყვანა რა. ხო და მერე მოხდა ისე რომ ჯაზ ფესტივალზე დაგვაჭიშეს და ჩამოვედით აქაც და აქაც ჩვენ შემოქმედებას ამიტომ მასშტაბური გახდა თქვენი შემოქმედება ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ეგრეა ნახეთ. მოკლედ მე პირადად დიდი ინტერესი ვქონი ეს სასამართლოს. ისე საინტერესო რაღაცები ხარ მე თქვენი სლაიდი. და აი ეს დიდი ინტერესი თველი, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა არის რომ ნახოთ ახლა როგორ მიიღებს და თუ კარგად მიიღო, ხშირად ჩამოვაქვს ხოლმე ბათუმში და გავანებიულებ რაღაცა ჩვენს და აი იმედია მოეწონებათ და მაგით ვაკეთებთ რომ ხალხს მოეწონოს და რაღაცა სიამოვნება მიიღონ და თუ არ მიიღებენ სიამოვნებას ეგეც არაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დააფასონ ის რასაც აკეთებს მუსიკოსი და ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება. ძალიან დიდი შრომა ჭირდება და ეს შრომა აუცილებლად დაფასდეს. მოგწონს არ მოგწონს მაგაზე არაა მნიშვნელობა, თავარია რომ იგრძნო რომ ნამუშევარი არსებობს. და არის მე მაგას ვცადებ რომ მე გისურვებ თამაში. ძალიან დიდი მოგწონს, ძალიან დიდი მოგწონს. და დავამატებით ხმის კონცერტს. მადლობა თქვენ. მალელმა აბუ დიარამ ქართველებთან ერთად დაუკრა. აბუ დიარამ კონცერტის შემდეგ სტარეფენის ჯაზის დაიწყო. მე მალელი ვარ, იქ დავიბადე, ახლა პარიზში ვცხოვრობ. ბათუმი ზღაპრული ქალაქია. მოხარული ვარ, რომ ბათუმელი მსმენელის წინაშე მომიწია გამოსვლა. არაჩვეულებრივად გაიგო პუბლიკამ ჩემი მუსიკა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. რამდენიმე ჯადოსნური ფრაზის გამეორება გვინდა რომ გთხოვოთ. კარგით მითხარით. მაგარია. სარეფე მაგარია.
У вас очень интересный коллектив. Вот мы заметили вчера, что вот связана музыка с танцами, как-то все очень оригинально все выглядит. Да, и... Როგორ დაიწყეთ? В двух словах не скажешь, я понимаю. Ну тогда в трех. სამხედრო ორკესტრის დირიჟორი ვიყავი, ვუკრავდი სხვადასხვა ორკესტრებში, დიქსილენდებსა და ბიგ ბენდში. სასულე ორკესტრებში დაკვრა რომ მომბეზრდა. Ჩვეულებრივ როგორც იცით, ასეთ სიტუაციაში მუსიკოსი დგას ან ზის სამხედრო ორკესტრში მოძრაობენ, ამიტომ მოვიგონე ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. საქართველოში მეორედ ხართ. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები? ეხ საქართველოში უკვე მეორედ ვართ. მანამდე ავსტრიასა და ჰოლანდიაში ვიყავით, იქაც ფესტივალებზე დაუკარით. Еще в 3 странах мы были в Финляндии, мы были в Австрии, мы были в Голландии. Вот, но все эти фестивали мы ждали. მაგრამ ყველაზე მეტად ქართული ფესტივალისკენ მოგვეჩქარებოდა, იმიტომ რომ აქ თბილი და გულიანი ხალხი ცხოვრობს, რაც მთავარია გაქვთ გემრიელი საჭმელი. Какое место в вашей жизни занимает Майлз Дэвис? ადამიანის ორგანიზმში უმეტესობა წყალს უკავია, მეტი შემცველობა აქვს სწორედ წყალს. შედარება რომ გავაკეთოთ, რამდენი პროცენტი უკავია თქვენში Miles Davis? არ ვფიქრობ, რომ ასეა. ჩემში უფრო მეტი ალბათ Michael Jackson-ია და ტრამბოზე შემსრულებელი. ასევე ჩემში James Brown-იც არის. ცოტა დოზით. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. Итак, все теперь все вместе поем. Мана-мана.
Mana, mana. Roger, mana, mana. Mana, mana. Еще раз. Mana, mana. Mana, mana. Mana, mana. Все юноши поют. Мы сейчас посмотрим, как грузины умеют петь. კოლონადებთან ასრულებენ კონცერტს, ხვალ უკვე ყველაფერი სპორტებზე გადაინაცვლებს. Take 5-ში სალიომ მარიკო ებრალიძემ და ფინგერსმა კლუბში შეკრებილი მსმენელისთვის შეასრულეს სასიამოვნო კომპოზიციები.